ყველამ იცის, რომ მე მყავდა საყვარელი მასწავლებელი ჟუჟუნა ავალიშვილი. ჟუჟუ იყო მევარდე, ვარდები იყო მისი მთავარი პროფესია. ჟუჟუნას მასწავლებელი იყო ქალბატონი მელიტა ექვთიმიშვილი, პირველი მევარდე საქართველოში. ჟუჟუსგან ბევრი საინტერესო ყვავილი დამრჩა, ბევრი საინტერესო მცენარე დამრჩა, მაგრამ ერთ-ერთი, რომლითაც დღემდე ვამაყობ, არის მინიატურული ვარდების კოლექცია, რომელიც მე ძველ ვედროებში მაქვს ჩარგული, 78 ჯიში შემიგროვდა ეხლა ამ მინიატურული ვარდებისგან და ეხლა თითოцали მოვაჭერი, რომ თქვენთვის მეჩვენებინა იმ ვედროებში მოუხერხებელი საჩვენებელია. არ მგონია, რომ ვინმეს ამდენი ჯიში კონდეს ეხლა ერთად ეს მინიატურები, ერთ-ერთი ჩემთვის საამაყო კოლექცია, ნახე როგორებია. იმის გარდა, რომ მოგონებას მიღვივებს, מחარებს, ჟუჟუს პატივსაცემათა ეს კოლექცია გარდა ამისა ძვირფასი ჯიშებია. ნახე, ესენი სულ ნაგროვები ნალჩიკში დადიოდა ჟუჟუ და მაშინ საბჭოთა კავშირის დროს სადაც შეიძლებოდა სიარული, იქიდან ჩამოტანილი ჯიშებია. ნახე როგორი თეთრებია. სულ ყველა მინიატურა, ამას შეხედე როგორი. გიჟდებოდა ამ ჯიშს, აქ მაქვს სადღაც, აი ნახე, ნახე როგორია. ერთხელ მახსოვს თავის ნათესავს გაუკეთა პატარძლის თაიგული ამ წვრილი ვარდები. მაშინ ასე ხომ არ იყო, ახლა რომ ყველაფერი რომ იშოვება, მაშინ არ იშოვებოდა ასე ვარდი არ იყო. ამდენი ჯიში მით უმეტეს. ნახე როგორია ეს. ზოგი არის მინიატურული და აი ესეც ნახე. ზოგი მინიატურულია, ზოგი ნახევრად მინიატურული. ასე ეძახდა თვითონ. აი ეს ნახეთ, უძველესი ჯიშია, უკიდაზიანებულია ყვავილი ქარმა გააფუჭა, მაგრამ ეტყობა. აი ესეც. ეს ნახევრად მინიატურული ცოტა უხეშია. ეს ნახე. აი, შეხედე როგორია. ამას ქვია orange jewel ამ ჯიშს. ჩემო ჟუჟუ ნათელში იყავი, როგორ მინდა რომ ეხლა შენ ჩემს გვერდით იყო, ისე მაკლია მისი, ნახე როგორია შეხედე. რომელიღაცებზე ამბობდა, რომ მიხეილ მამულაშვილის ბაღიდან აქვს მცხეთიდან. ჟუჟუნას აგზავნიდა თავისი დირექტორი ბატონი ამია ალექსეევიჩი, ასე გოგოლიშვილი. დირექტორი იყო ბოტანიკური ბაღის. ჟუჟუ ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა. და ბატონი მამია როგორც ამბობდა ჟუჟუ, ბატონი მამია გოგოლიშვილი. ალექსეევიჩი, აი ეს ყვითელი ნახე. აგზავნიდა ბატონ მიშასთან დასახმარებლად. აი ესეც სულ მინიატურულია. და ქონდა მასწავლებლის ურთიერთობა ბატონ მიშასთან. ჟუჟუ შარშან გარდაიცვალა და მე ძალიან მაკლია. ეს ჯიშები სანამ ვიქნები ჩემს ბაღში სულ იქნება. ყოველთვის გავამრავლებ და მექნება ამ კოლექციას ძალიან მოუვლი. აი ხა იმ თასში რაც აწყვია, სულ ყველა ინდოეთიდან ჩამოტანილი სურნელოვანი ჯიშებია, ინდოელები რო ასხამენ ასე გირლიანდებათ. და ასე მაგათ როგორც თვითონ აკეთებენ ხოლმე, ისე წყალში ჩავყრი ხოლმე და რამდენიმე დღე გაძლებს. ესენი არაჩვეულებრივად შრება ჰერბარიუმებში, ძალიან კარგად შრება. ან ასე უბრალოდ კონებათ რომ დაკიდო. აი ასე თავდაყირა დაკიდებდა ხოლმე ჟუჟუ. თოკებს შეაბამდა და დაკიდებდა. და გადასარევად შრება. ძველი ჯიშებია ესენი, ზოგი ბოტანიკური ბაღებიდან, მოსკოვიდან, ლენინგრადიდან და სადაც იყო მაშინ შესაძლებლობა, იქიდან ჩამოტანილი ჯიშებია. ნათელში იყავი, ჩემო ჟუჟუ. ისი შვილი ელისო ეხა ჩვენთან მუშაობს და რო ხედავ გული მიჩუხდება.